აღნიშნული ინციდენტი მოხდა ორ კერძო პირს შორის, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ აქ ხელისუფლებას არავითარი როლი არ მიუძღვნის. მეორე რომ ბატონები კორკოტაშვილი და გეგიძე ახსნა-განმარტების მისაცემად არ გამოცხადდნენ, რაც თავისთავად მეტყველებს სიმართლების მხარეზე არის და მესამე რაც თავარი არის სახალხო დამცველმა მოგმართა რეკომენდაციით, რომ მიგვემართა შესაბამის ორგანოებს. ჩვენ არ ვაპირებთ არანაირ არავითარ ორგანოებთან მიმართვას, არ შეიძლება ყველანი იყვნენ ოცლარიანი მეძავეები, არ შეიძლება ყველანი იყვნენ აგენტები და პროვოკატორები, თუ ვიღაცას რაღაცა არ მოწონს. თავისი საქციელზე პასუხისგების აცილების მიზნით ადამიანებისათვის ღირსების შელახვა და მე ამითი პოლიტიკური ქულების დაწერა, მე მგონი ყველა ნორმალური ადამიანისათვის მიუღებელი უნდა იყოს. თუ ვინმე ბოდიშის მოხდას გაექცევა, ჩვენ ჩავთვლით, რომ ამ ადამიანებს თავის მიერ ჩადენილი საქციელზე პასუხისგებლობას გაურბიან და გამბედაობა არ ყოფნით, გააკეთონ ის, რაც უნდა გააკეთონ. თქვენი ვერსიით რა მოხდა რეალურად იქ? იყო რა მართლა პროვოკაცია, იყო იქ მანქანა დაეტაკა საკა. ჩვენი ვერსიები რო არ გაგვიჟღერებია და ხალხისათვის რო არ მოგვიხვია თავს, აქედან გამომდინარე მივმართეთ ზუსტად ომბუდსმენს. რო გამოერკვია მართლა რა მოხდა და ჩავთვალეთ ყველაზე სინდისიერ მსაჯულად ამ შემთხვევაში და ეს იყო კონფლიქტი. რის ნიადაგზე იყო კონფლიქტი შელაპარაკება, სიტყვიერი შელაპარაკება, რასაც მოყვა შემდეგ კონფლიქტი ორ კერძო პირს შორის. ეხლა მე და თავიდან ვიძახდი და ეხლაც ვიძახი, რომ არ ვაპირებთ იმისი გარჩევას, ვინ იყო მტყუანი, ვინ იყო მართალი. ვიდეო კადრებს თუ დავეყრდნობით, კონფლიქტის დროს მოვიდა იქ გეგიძე და კორკოტაშვილი. ანუ ეს კონფლიქტი იყო რომელ ფირებს დაეყრდნობით, რომელიც გავრცელდა. იქ ჩანს რომ მთელი რაც რუსთავი ორში ჩანს, ამ კადრებში მთლიანად ჩანს, რომ ეს პერსონები არიან იქ. ვის და ვის შორის იყო სიტყვიერი შელაპარაკება? რა ქვია ხალხს, მიტინგებს თუ პიკეტებს შორის არ საკნებში არისდნენ ეს გზა საკნებით არ იყო საერთოდ დაკეტილი. აქ იყო გზა ინგოროყვაზე ცხოვრობენ 200 მეტრში ცხოვრობს ბატონი ნუკრი ერგებლიძე 200 მეტრში იქიდან დაახლოებით. ეს ხალხი ამოვიდნენ ქვემოდან, რომ დაინახეს საკნები იდგეს, შემოუარეს სწრედ და ჩამოვიდნენ ქვემოდან. ზემოდან უფრო სწორედ. როდესაც დაინახეს გზა, გადმოვიდნენ ესენი და დაიწყო იმას ლაპარაკი, გამიშვი არ გაგიშვებ, გამიშვი არ გაგიშვებ. თუ სახში მიდიოდნენ, სრული პასუხისგებლობით ვაცხადებთ. ჩვენ მივმართეთ ომბუდსმენს და ვთხოვეთ, რომ გამოიკლეთ აღნიშნული საკითხი. დაურეკეს ორივეს, ბატონ ბიძინას გეგიძესაც და ბატონ კორკოტაშვილსაც და თხოვენ, რომ მოსულიყო და მიეცათ ახსნა-განმარტება. რატომ არ მიცეს? შემდეგ ამ ღირსების შელახვით და აი ამ ინციდენტით ხალხმა დაიწყო პოლიტიკური ქულების დაწერა. ჩვენ არ შევდივართ იმ კატეგორია ადამიანებში, რომელსაც უბრალოდ შეუძლია რომ ვიღაცამ შეაფურთხოს, მოიწმინდოს და დაიმალოს. უბრალოდ იცით საქმე ჩვენ ერთმანეთში ჩვენურად გავარკვევდით საქმე ეს რომ არ ყოფილიყო პოლიტიკასთან დაკავშირებული და ეს არ ყოფილიყო ვიდეო ჩანაწერი ჩვენ მივხედავდით ერთმანეთს გავარკვევდით რამენაირად. თქვენ კონკრეტულად ვის ადვოკატს წარმოადგენთ? არავის ადვოკატს არ წარმოვადგენ. მე ვარ ადვოკატი, მაგრამ მე ვარ ამ შემთხვევაში არა ვარ ადვოკატი, მე ვარ მეგობარი. ჩვენ ვართ ერთმანეთის ნათლიები, მირონები, უახლოესი მეგობრები. ყველათ ის ტრაშია საქმე არ შეიძლება ეგრე რა. ქუჩაში რომ დადიხარ, ხა ის არის სამეზობლო, სამეგობრო თანამშრომლები, ურთიერთობა, ყველანი რაღაცას ლაპარაკობენ. ხა ის არის პოლიტიკურად ანგაჟირებული სიტუაცია ბოლომდე. თქვენ ჩვენურად გესმით, ხო? ხა ხო არ შეიძლება ესე, რომ შენ გამოხვიდე, შენი სიტყვა თქვა იმის გულისათვის, რომ რაღაცა შენ მიერ ჩადენილი საქციელი არ დავარქმევ ამას დანაშაულს რა, არაფერს არ დავარქმევ. უბრალოდ და მე წახვიდე და პოლიტიკოსებს ზუგს უკან ამოეპარო, ხო? ჯერ სანამ ტელევიზია არაფერი არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ რომ ბოდიში მოიხადონ. ერთადერთი თუ ყოფნით ამაზე კაცობა, გამოვიდი ხო მოვდივართ ომბუდსმენთან. სხვას და ხო არ წავით, არც პროკურატურაში წავით, არც სასამართლოში. იმიტომ რომ ეს ხალხი, ეხა ჩვენ პროკურატურაში წავსულიყავით, ეს ხალხი რომ დაეკავებიათ საზოგადოების ნაწილი და პოლიტიკოსების ოპოზიციური მხარე, ამათ შეერაცხო, არაფერი ამათ შეერაცხავდა პოლიტპატიმრებს და ჩვენ არ გვინდა რომ ამის ინსპირატორები ვიყოთ პირველ რიგში. არაფერი არ ჭირდება ჩვენ ეს. უბრალოდ ის ტალახი რაც ისროლეს, ცოტა კეთილი ინებოდ და ჩამოწმინდონ რა და თქვან რომ ეს ადამიანები არ ყოფილან ესენი ვინც ყოფილან, ამას ხო არაფერი არ უნდა.